ტერმინების განმარტება პროგრამირებაში. ნაწილი 2. პირველი API. API იგივე აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი არის გზა, რომლის საშუალებით პროგრამებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. მარტივი და პოპულარული მაგალითია მიმტანი. იგი შენ, ანუ კლიენტს გაკავშირებს სამზარეულოსთან, მაგალითად სერვერთან. არსებობს სხვადასხვა ტიპის API, სხვადასხვა მიზნებისთვის. მეორე, ალგორითმი. ალგორითმი არის პრობლემის გადაჭრის ნაბიჯები. კომპიუტერულ სამყაროში ეფექტურ და სწრაფ ალგორითმს დიდი ფასი აქვს. იგი გამოიყენება თითქმის ყველაფერში. დაწყებული სორტირებით დამთავრებული AI-ით. მისი სისწრაფის გასაზომად ხშირად გამოიყენება Big O ნოტაცია, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ იცვლება შესრულების დრო მონაცემების რაოდენობის ზრდასთან ერთად. და ბოლოს მესამე, მონაცემთა სტრუქტურა. მონაცემთა სტრუქტურა განსაზღვრავს მონაცემთა განლაგებას. იგი განსაზღვრავს თუ რამდენად ეფექტურად და სწრაფად შეგვიძლია მონაცემებზე ზეგავლენის მოხდინა. პოპულარული მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც შეიძლება გსმენია, არის array, იგივე მასივი. ყველა მონაცემთა სტრუქტურას აქვს თავისი გამოყენება. ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო სწრაფია იგი, მით უფრო მეტ მეხსიერებას მოიხმარს. ამიტომ დეველოპერის პასუხისმგებლობა სწორი მონაცემთა სტრუქტურა სწორი მიზნისთვის აირჩიოს. დაწერე კომენტარებში ამათ გარდა რომელი ტერმინის განმარტება გაინტერესებს და გამოიწერე არხი.